უпроსტორად წიგნის ფესტივალზე. აქვე მინდა რომ ჩვენ გვყავდა ცოტა ხნის წინ გიორგი კეკელიძე, რომელმაც წინასწარ გვამცნო თავისი სწორედ ამაზე ვისაუბრეთ. გამოცემის შემდეგ აი გამოვიდა ეს შესანიშნავი წიგნი გურული ღიურები გიორგი კეკელიძის. მართლა ძალიან კარგია. წიგნი გუშინ მოვიპოვე და მართალია ნუ მცირე ფორმატის წიგნია. სულ მოუთქმელად ჩავიკითხე, იმიტომ რომ ასეთი ილუსტრაციებზე თუ საუბრობთ, მე მგონი იდეალურია. ხო, რაღაცნაირად ერთგვარი ენდი უორჰოლის ასოციაცია ჩდება, ყდაზე ჩვენ გვხვდება ესეთი ყველაზე ცნობილი გურული ედუარდ შევარდნაძე და ასევე დღეს არსებული ყველაზე ცნობილი გურული გიორგი კეკელიძე, ბიბლიოთეკის დირექტორი, შესანიშნავი პოეტი და პროზაიკოსი. იმიტომ რომ მართლაც საოცარი წიგნია, ესე იგი იუმორით, მაგრამ არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ იუმორის კუთხე არ არის ამ წიგნში არჩეული, იმიტომ რომ საკმაოდ სევდიან და ტრაგიკულ და პრინციპში. და თხრობის მანერა ძალიან სასიამოვნოა. აი მე მაგალითად წაგიკითხავთ დასაწყისთან ერთ ორ ამონარიც მცირეს, მაგალითად ბოდიშ ვიხდი, გურულები გულწრფელები არიან მაშინ, როცა თავგანწირვით გაძალებენ ღვინოს და პურმარილს, ლამის დანას გაბჯენენ ყელზე, რომ რაც არ უნდა გეჩქარებოდეს ქეიფი განაგრძო და მაშინაც, როცა ზოგჯერ უკვე წასუსტუმარს ზედმეტი ჭამასმისა და ნამეტანი გვიანობამდე დარჩენის გამო ლანძღავენ. რაფერ ხარ, როის ჩამოი, როის მიხვარ. ეს კითხვები ერთმთლიანობად სხაპასხუპი დაისმის და მათი ირიბი დატვირთვა დღემდე არ მინდა ამოვიცნო. გურიაში კეთილით ხალხი ცხოვრობს, გურულებს ალბათ როგორც ყველა ქართველს ზღვა არ უყვართ. ანუ არასდროს უყურებენ მას როგორც სხვა ზღვისპირა ქვეყნის შვილები. ძალიან საინტერესო დაკვირვებაა. რაღაც გაუცნობიერებელი შიში აშორებთ მისგან. ცხენოსანი გურული, გავიხსენოთ ამერიკული ოდისეა, ხო? რატომღაც უფრო ბუნებრივი სიტყვა შეთანხმებაა, ვიდრე ნაოსანი გურული. ზაფხულობით ნაპირ სულ რაღაც 3-4 კილომეტრი დაშორებული სოფლიდან ისეთივე მოწიწებით მიდიან საბანაოდ, როგორც თქვათ კახეთიდან ჩამოსული სტუმრები. ფრაზა ზღვაზე მივდივარ ამ ორი კუთხის მცხოვრებისათვის ზუსტად ერთნაირი მნიშვნელობის მატარებელია. ანუ დისტანციას მნიშვნელობა არა აქვს, ხო? გურიაში ღმერთი თავისებურად სწამთ. პირჯვარს ისე სწრაფად იწერენ, მამაზეციერი ვერაფრით შეამჩნევს. მოკლედ როის ჩამოი, როის მიყვა, ნინა, როის იქნება მზად ჩვენი ომში